მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, მე გახლავართ დავით ბოტკოველი, კომპანია HD Forex-ის ანალიტიკოსი და წარმოგიდგენთ ბაზრებზე მიმდინარე მდგომარეობას. დავიწყოთ კვლავ ევრო-დოლარის წყვილით, სადაც ევრო გადასულია ერთგვარ ფრეტურ მოძრაობაში. ანუ წინა სამშაბათს, ჩვენ ამ სამშაბათს უფრო სწორედ, ჩვენ თქვით, რომ ბაზარმა გამოარღვია არხის ქვედა საზღვარი, ანუ ტრენდის ხაზი, შესაბამისად ჩვენ გვაქვს უკვე ახალი მინიმუმი, მაგრამ ბაზარმა ვერ შეძლო დაღმავალი სულით განვითარება და შესაბამისად დაიწყო აღმავალი საკორექციო სვლა. ამ ეტაპისთვის ჯერჯერობით ნარჩუნდება კვლავ ბაზარი ძლიერი ფასის, ამ შემთხვევაში ეს ძლიერი ფასი არის 1.0660 ნიშნულის ზევით და თუ ბაზარმა ეს ფასი ვერ გამოარღვია, რა თქმა უნდა, იგი წავა ზევით, თუმცა მხარდაჭერის ზონის სახით აქ 1.0860, ხოლო წინააღმობის ზონის სახით აქვს ზუსტად ეს ტრენდ ლაინი. იმ შემთხვევაში თუ ბაზარმა შეაღწია ამ ტრენდ ლაინის ზევით, ისე უკვლავ მაშინ დიდი ვარაუდით იგი მივა 1.08 ნიშნულამდე, ანუ ფაქტიურად მაქსიმუმამდე და არ არის გამორიცხული, რომ გადაწეროს იგი. ხოლო ამ შემთხვევაში ჩვენ გვექნება უკვე გასასწორებელი ჩვენი ტრენდ ლაინი, ანუ პირველი წერტილი იქნება ისევ ქვედა წერტილის სახით დატოვებული და მეორე წერტილი უკვე ახალი მინიმუმი. და შესაბამისად აქ უკვე 1.08-დან გადაწყდება თუ რა პოზიციით განავითარებს მუშაობას. ხოლო რაც შეეხება მეორე სცენარს, ანუ თუ ბაზარმა გამოარღვია 1.0660 ნიშნული ქვევით უკვე განვითარდება დაღმავალი სვლა და პირველ ეტაპისთვის, რა თქმა უნდა, 1.05-1.0450 ნიშნულამდე. რაც შეეხება ფუნტი დოლარის წყვილს, აქ ჯერჯერობით ვითარდება აღმავალი მოძრაობა, მცდელობის მიუხედავად მაინც ბაზარმა ვერ დაძლია ძლიერი მხარდაჭერის ზონა, ამ შემთხვევაში 1.24 ნიშნული, კვლავ განავითარა აღმავალი სვლა და ამ ეტაპისთვის ვიმყოფებით 1.2560 ნიშნულთან, ანუ ფაქტიურად განვავითარეთ აღმავალი მოძრაობა, მაგრამ გასათვალისწინებელია აქ ერთი მომენტი, რომ ბაზარმა დაძლია წინა მინიმუმი, ანუ ძლიერი დონე, მაინც დაძლია, გაარღვია და ეხლა ვიმყოფებით ზევით და შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ ბაზარმა განავითარა დაღმავალი სვლა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ყურადღებას მივაქცევთ ისევ 1.24 ნიშნულს და თუ ესეც გავარღვიეთ, მაშინ განვავითარებთ უკვე დაღმავალ მოძრაობას და არ არის გამორიცხული აქაც რომ მივახციოთ უკვე ქვედა მინიმუმამდე 1.19 ნიშნულამდე. ჯერ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიურ ბარიერამდე 1.20 ნიშნულამდე, ხოლო მერე 1.19 ნიშნულამდე. იმ შემთხვევაში თუ ბაზარი უკვე გააგრძელებს ზევით სვლას, პირველივე ესეთი ძლიერი წინაღობის სახით მას ელოდება 1.26-70 ნიშნული, მისი გარღვევის შემდეგ კი არ არის გამორიცხული ბაზარზე განვითარდეს ძლიერი აღმავალი სვლა და დააფიქსიროს უკვე 1.30 ნიშნული. რაც შეეხება დოლარი კანადური დოლარის წყვილს, აქ ვითარდება აღმავალი მოძრაობა, რომლის შედეგადაც გადაილახა ბოლო ესეთი მაქსიმალური ნიშნული, ეს არის 1.31-70 ნიშნული. ამ ეტაპისთვის ჩვენ ვიმყოფებით ეს მთლიანი არხული სვლა გვაქვს ჩვენ კორექციული უკუსვლა და არხის გარღვევის შემდეგ უკვე მოძრაობა განვითარდება აღმავალი ტრენდით, თუმცა ძლიერი წინაღობის სახით ჩვენ გველოდება უკვე ეს ტრენდ ლაინი, დაღმავალი ტრენდის ხაზი და როგორც მოგეხსენებათ, მე წინაზეც აღვნიშნე და ეხლაც ვიმეორებ, რომ ჯერჯერობით დაფიქსირებულია ეს მთლიანი, ესე ვთქვათ, ფიგურა, რაც არის ახლა დაფიქსირებული, ეს არის ვულფის ტალღა, რომელიც გულისხმობს, რომ დაღმავალი მოძრაობა შეიცვლება აღმავალ მოძრაობაში და თუ ბაზარმა გაარღვია ეს ტრენდის ხაზი, მაშინ ჩვენ უკვე არ არის გამორიცხული, რომ მივიდეთ 1.34 ნიშნულამდე. ხოლო ამ ეტაპისთვის ჯერჯერობით ვიმყოფებით კორექციულ სვლაში, შემდგომი მოძრაობის გაგრძელებით და მინდა ვთქვა, რომ პრიორიტეტი ამ შემთხვევაში ენიჭება ყიდვის პოზიციებს და არა გაყიდვის პოზიციებს. რაც შეეხება ფუნტი იენის წყვილს, აქ ძალიან საინტერესო მდგომარეობაა, რადგანაც აი დღის გრაფიკზე დაფიქსირდა, რომ ბაზარი მივიდა ძლიერ მხარდაჭერის ზონასთან, ესაა სარკისებური დონე უკვე, ანუ მქონდა მაქსიმალური წერტილი 138-80 ნიშნული, იგივე გავიმეორეთ და ბაზარმა აისხლდა ამ წერტილიდან. დღეისთვის გვაქვს უკვე ესეთ სურათი, 3 დღის მანძილზე ფაქტიურად ბაზარი ავითარებს
აღმავალ მოძრაობას შესაბამისად გადავლახავთ თუ არა, ეხლა დღეს დადგინდება ფაქტიურად შეიძლება ითქვას, გადავლახავთ თუ არა ფსიქოლოგიურ ბარიერს საერთო ჯამში 140 ნიშნულს. ანუ თუ ბაზარმა გააგრძელა ამ ძლიერი წინაღობის ზევით მუშაობა, მაშინ ეს უკვე ნიშნავს, რომ 140 ნიშნული არის გადალახული და პირდაპირ 151 ნიშნულიც და შესაბამისად ჩვენ უკვე აქ დაგვიფიქსირდება აღმავალი მოძრაობა და პირველ რიგში რა თქმა უნდა ველოდებით აღმავალ სვლას ბოლო მაქსიმუმამდე ეს არის უკვე 154-70 ნიშნული. ყველას გისურვებ წარმატებულ ვაჭრობას, გმადლობთ ყურადღებისთვის.